ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად მშვიდობისა განვაგრძოთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში მუშაობას ხვალ 4 აპრილია რომელიც მთელი სოფლიოს მასშტაბით მიუსაფარ ცხოველთა დღედ აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ხვალისთვის იგეგმება კონკრეტული აქტივობა მუნიციპალურ თავშესაფარში შესაბამისად სწორედ ამიტომ რადიო იმედის სტუდიაში დღეს ჩვენ მასპინძლობთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლოზ არაგველს და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორს ბატონ ლალი ბერძენიშვილს გამარჯობა მადლობა სტუმრობისთვის ხვალინდელი ღონისძიება როგორც ხვდები ასე ვთქვათ სიმბოლური აქტივობა არ არის და სხვა ტიპის პრაქტიკული და მოწოდებითი ხასიათის მოქმედებების არის რაც მე ანონსიდან აღმოაჩინდა მოკლედ აღვიხსენით ხვალ რომელი საათიდან და როგორი ფორმატის აქტივობა იქნება ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დიახ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ხვალე არის დაგეგმილი ცხოველთა თავშესაფარში ღიაკარის დღე ესე ვთქვათ ღიაკარის დღე გულისხმობს რომ ნებისმიერ მოქალაქეს დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე შესაძლებელი იქნება რომ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ აქტივობაში რაც იქნება თავშესაფარში დაგეგმილი მიიღოს უშუალო მონაწილეობა თავშესაფარში განხორციელებულ პროცესებში ეს გულისხმობს ცხოველის გამოყვანას თავშესაფრიდან მის გასეირნებას მიმდებარე ტერიტორიაზე კი რა თქმა უნდა იქნება ამის საშუალება უშუალოდ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ პროცესებში საინტალო ჰიგიენური ანუ მოვლის ამ საქმიანობაში შეერთოს რა თქმა უნდა და რაც უფრო მეტ საშუალებას აძლევს იმისა რომ უფრო ასე ვთქვათ ეს ცხოველისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან ბევრი ცხოველი არის ჩვენთან თავშესაფარში გარკვეული ზოგი დაკარგული სტატუსით შემოსული, ზოგი პატრონისგან მიტოვებული და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები გამოხატავენ მათ მიმართ სითბოს, უშუალოდ მოხდება მათთან კომუნიკაცია, კონტაქტი და ასე შემდეგ. კონტაქტი, ხო, ნუ ამ შემთხვევაში მათთვის ალბათ ფსიქოლოგიური ღირებულებაც ექნება იმ ძალებისთვის, რომლებმაც რაღაც ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ იპოვეს, ასე ვთქვათ, ბინა აქ მუნიციპალურ თავშესაფარში. ქალბატონ ლალი, გასაგებია რომ ხვალ ღიაკარის დღის ფორმატში გექნებათ გარკვეული ტიპის აქტივობები ჩამოთვალა, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე სამიზნე ჯგუფი ან ვინმეზე თუ გაქვთ აქცენტი თუ ელოდებით რომ იქნება ადეკვატური გამოძახილი მოსახლეობის მხრიდან და ყველა მოვათ თავისით. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მაგ აქტივობაში მონაწილეობა 10 საათიდან შეუძლიათ მობრძანდნენ გავაცნობთ, მივიღებთ შესაბამის ზომებს, გავulit პროცედურებს და მიიღებენ უკვე უშუალოდ ჩვენ თანამშრომლებთან ერთად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, დააკვირდებიან აუცილებლად და თვითონაც მიიღებენ მონაწილეობას მაგაში. თუნდაც ეს ვოლიერიდან ცხოველის გამოყვანა, ოპერაციამდე მომზადება, როგორ ხდება, დააკვირდებიან თვითონ საოპერაციის პროცესს გარედან ადევნებენ თვალს. კი ბატონო და ნუ თუ აქ რიგით მოქალაქეებს რომლებიც მოვლენ ექნებათ ურთიერთობის საშუალება ძაღლებთან გაასეირნებენ ამ პროცედურებში ჩაერთვებიან თუ რომელიმეს თქვენთან დროებით დაბინავებული თავშესაფარში მყოფი ძაღლი გულში ჩაუვარდა 4 ხა ექნება საშუალება რომ ნებისმიერი ცხოველის ურთიერთობა გააგრძელონ წაიყვანოს შემდეგ. ჩვენთვის არის პრიორიტეტი რომ რაც უფრო მეტ მიუსაფარ ცხოველს ეყოლება პატრონი რომელიც აიღებს მზრუნველობას და ვალდებულებას ცხოველზე ნებისმიერ ცხოველის წაყვანა შეეძლებათ, რა თქმა უნდა, თუ დაირეგისტრირებენ, დაჩიპავენ და თავის პატრონობაში გაიფორმებენ ესეთ. ფორმალურად სრულად აიღებენ პასუხისმგებლობას. ახლობით რა რაოდენობის არის თქვენთან თავშესაფარში და ეს რაოდენობა ალბათ უფრო იზრდება ვიდრე კლებულობს? არა, იცით როგორ არის ახლა ჩვენთან ცხოველების შემოდინება ასე ვთქვათ სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. არის პატრონისგან მიტოვებული ცხოველი, რომელიც 10 დღის ვადით ხდება მხოლოდ ჩვენთან და შემდეგ 10 დღის პროცედურა 10 დღის შემდეგ ხდება მისი გაჩუქება და დაბინავება ახალ პატრონზე. სურვილს შეუძლია ნებისმიერმა რომ იჩუქოს ეს ცხოველი. არიან ტრავმირებული ცხოველები, რომელსაც პირველადი დახმარებისთვის არის შემოყვანილი, ან ტრავმირებული, ან თქვათ ისეთი
ძირითადად ტრამირებაზე აქვს საუბარი, ან გასასვლელში მყოფი ცხოველები, ასევე შემოდიან ცხოველები პოპულაციის მართვის მიზნით. ანუ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მუნიციპალურ თავშესაფარში არის პოპულაციის მართვა. პოპულაციის მართვა გულისხმობს შემდეგს, ეს ხდება სტერილიზაცია კასტრაციის ოპერაციების ჩატარებით, შემოსული ცხოველს უტარდება შესაბამისი ოპერაციები და მაქსიმუმ მეორე ან მესამე დღეს უკვე ბრუნდება ურბანულ გარემოში, სადაც ბინადრობდა ბინადრობის პირვანდელ არეაში. ასე რომ ჩვენთან ცხოველების დიდი ხნით თქვათ განთავსება ეს რაღაცა არ ხდება ჩვენთან. მაქსიმალური ვადა როგორც გითხარით ეს არის 10 დღე, როდესაც დაკარგული ცხოველი, ან მიტოვებული ცხოველი გამოქვეყნება ჩვენს. თუ ვერ პოულობს პატრონი ან პატრონს. ზუსტად მაგიტომ ხდება ჩვენს სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაციის განთავსება, როდესაც ეს ცხოველი არის შემოყვანილი ჩვენთან და 10 დღის ვადაში მის პატრონს შეუძლია გამოცხადდეს ჩვენთან თავშესაფარში, თქვას რომ ეს ცხოველი არის მისი და წაიყვანოს რა თქმა უნდა უკან. თუ არ გამოცხადდა 10 დღის განმავლობაში, მაგ შემთხვევაში უკვე ხდება ან ამ ცხოველის უკვე 10 დღის შემდეგ სხვა დაინტერესებულ მოქალაქეზე გაჩუქება, ან უტარდება მასაც შესაბამისი სტერილიზაცია კასტრაციის ოპერაცია და ბრუნდება ისევ ისიც ურბანულ გარემოში სამწუხაროდ. გასაგებია. თქვენ თუ სწორად გავიგე ხო სამედიცინო დახმარებასაც საჭიროებს კი, პირველად სამედიცინო დახმარებას აუცილებლად. იმიტომ რომ აი სადღაც ერთი კვირის წინ თუ არ ვწევი, ჩემს მეგობარს ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მე ახლა შედარებისთვის ვამბობ, ის თბილისში არ არის სხვა რაიონში, აბსოლუტურად და ჩვენ თბილისზე ვსაუბრობთ, თბილისის მუნიციპალიტეტზე. მაგრამ პარალელისტვის ჰქონდა შემთხვევა, რომ მის სახლთან ახლოს რამდენიმე ლეკვი დატოვეს, ერთ-ერთს მანქანა დაეჯახა და ის საკუთარი ძალებით ცდილობდა რომ ემკურნალა და ჯერჯერობით რაღაცა გამოძრნენ. აი ასეთ შემთხვევაში შეეძლო მას ეს თუ თბილისში ყოფილიყო, რომ თქვენთან მოეყვანა დახმარებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს ფუნქციაში და ჩვენს მოვალეობაში შედის აუცილებლად ტრამირებული ცხოველების გადაყვანა, პირველი დახმარების აღმოჩენა, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რენტგენის, ეხოსკოპიის, აბსოლუტურად ყველა манипуляციის ჩატარება და მაქსიმალურად ცხოველის, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. რაც შეგვიძლია. კი, შედის ჩვენს ვალდებულებაში, რა თქმა უნდა. თქვენი თანამშრომლების საქმიანობა, რაც ცხოველთა მონიტორინგია, არის უმნიშვნელოვანესი იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე თქვათ კასტრაციისთვის თუ სხვა ტიპის დამუშავებისთვის თქვენთან მოყვანილი ცხოველი დააბრუნეს შემდეგ იქ გარემოში საიდანაც აიყვანეს და ასევე როგორც აღნიშნეთ თუ პატრონი არ გამოუჩნდა ისიც ასე ვთქვათ ამ ურბანულ გარემოში იპოვის რაღაც პოზიციას. რა თქმა უნდა. აი ამ ნაწილში ჩვენ მე ახლა ჩემი მეგობარი ვახსენე და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც აი გარეთ ქუჩაში უპატრონოდ აღლებს რაღაცა ტიპის მხარდაჭერას უცხადებს და ეხმარება. მე რო გამდანაც ვიცი ახალ კანონ პროექტში ამ ხრივ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და დონაციის რაღაცა ელემენტებია, თუმცა საინტერესოა ახლა რამდენად არის თქვა საზოგადოების ჩართულობა, იმიტომ რომ მონიტორინგის სამსახური 24 საათი ყველგან ვერ იქნება და მათი კომუნიკაცია და საზოგადოების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და აი ამ კუთხით თუ გზნობთ რაიმე წინსვლას. კი, რა თქმა უნდა, ვცნობთ, რა თქმა უნდა, ეხლა რო შევადაროთ თქვა რაღაცა პერიოდის წინ, როგორი იყო თვითონ საზოგადოებაში ცხოველებთან მიმართებით მიდგომა და როგორი არის დღეს, აბსოლუტურად რადიკალურად შეცვლილია, მეტად გაზრდილი არის და რა თქმა უნდა ვცნობთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან პირველადი შეტყობინებები, რომელიც შემოდის ცხოველის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს ხდება როგორც ნებისმიერი მოქალაქე რეკავს 112-ზე აფიქსირებს, რომ ამათ თუ იმ ცხოველს ესაჭიროება დახმარება და ჩვენც ამ საშუალებით ხდება ჩვენი ეკიპაჟების მერე უკვე გასვლა რეაგირების მიზნით უკვე იმ ტერიტორიულ და იმ ადგილას, სადაც არის ეს ტრამირებული ცხოველი თუ თქვათ გასასვლელში მყოფი ცხოველი. სამაშველო ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, თუ დაინახეს რომელიმე ცხოველი, რომელიც არის თქვათ ჩავარდნილი ან ის ადგილას რომ ვერ ახერხებს თავის დამოსვლას, ესეც ჩვენს კომპეტენციაში შედის და ამ შემთხვევაშიც ხდება რეაგირების ჯგუფის გაშვება ლოკაციაზე და ამ ცხოველის გადარჩენა. გასაგებია. გალდონლალი, თქვენთან მუნიციპალური თავშესაფრის სივრცეში ის ძალები, რომლებმაც დაკარგეს პატრონი და აღმოჩნდნენ თქვენთან. ნუ საუკეთესო საშუალება თუ აშკარად ეტყობა ძალს, რომ რაღაც ბინიდან არის მოვლილია და ასე შემდეგ ან რაღაც საყელო უკეთ ან რაღაცა ნიშნები არის, რომელთაც ხვდები, რომ მართლა დაკარგულია და თქვენთან მოხდა. ასეთი დაკარგული ძაღლები შემთხვევით დაკარგულები არიან თუ შეგნებულად დაკარგულები, ანუ მათ
გამოხმაურება ნამდვილი პატრონების შემდეგ მათი ისევ სახში დაბრუნება რამდენად მაღალია თუ მეტწილად იცით რა არის უმეტესწილად მოდის პატრონი ცხადდება და მიყავს მაგრამ არის ისეთი კატეგორია ძაღლების ახლა მაგალითად ხასკის ჯიში მე არ თვლი ხასკის ჯიში რომ დღეს დაკარგული იყოს ან პატრონს გამოგდე მაგ ძაღლს ყიდულობენ თამაშობენ ერთობიან ბავშვები მე გაიზრდება და უშვებენ ქუჩაში არის ეგ რაღაცა კატეგორიები დიდი ზომის ნაგაზები რომელიც უკვე მოხუცი არის და ან ვერ უვლიან რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს იმასაც მონადირე ძაღლები იმასაც მე არ თვლი რომ დაკარგული არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეგეთ კატეგორიის ცხოველს აღარ აკითხავს პატრონი და ძალიან სამწუხარო არის იმიტომ რომ ძაღლი რომელიც წლების განმავლობაში ყავს სახში ზრდი და მე ქუჩაში უშვებ ეგ არის ჰუმანური მოპყრობა ჩვენ სამწუხაროდ პირველად არ ვსაუბრობთ თუნდაც ამ ეთერში ამ თემაზე და ჩვენ ვართ იმ გარემოში როდესაც ურბანისტიკის განვითარებასთან ერთად ნუ ადამიანს როგორც ჩანს უნდა ამ სამყაროსთან კომუნიკაცია გარემოსთან რაღაც ტყეები გავკაფეთ გამოვედით და ამ ყველაფრის ფონზე თქვათ ძაღლი ამ შემთხვევაში ჩვენ ძაღლებზე ვსაუბრობთ არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ნუ ადამიანს ურბანულ სივრცეში მით უმეტეს აი ამ ფსიქოლოგიური განმარტოების სამყაროში თუ ასე შემდეგ რაღაცა კომუნიკაციისთვის სჭირდება და ყავს და მე სულ ხშირად ვამბობ რომ თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ეგოისტური გამოვლინება ის რომ თუ კი ადრე ვთქვათ მწევარი სხვა ჯიშის ნაგაზი რომელიც კონკრეტული ფუნქციისთვის იყო ხო მეცხვარეებს ეხმარება ან რაღაც მწევარია მონადირია კონკრეტული მიზნებისთვის პრაქტიკული მიზნებისთვის იქნებოდა და ის ძაღლიც მოქნილობაში ქმედებაში იყო და პატრონის მაგრამ დღეს აქცენტი არის გაკეთებული რაც შეიძლება მინიატიურულ ძაღლებზე რაც შეიძლება ისეთი რომ აგერ კონკრეტული ჯიშისა რომელსაც თმა აქვს ჩვენი თმის იდენტური ბეწვი იმისთვის რომ ჩვენ ალერგია არ გქონდეს და ჩვენ დისკომფორტი არ განვიცადოთ და მოკლედ ისევ ადამიანის ეგოიზმიდან გამომდინარე ამ ძაღლის ზომებში დაპატარავება ხდება იმიტომ რომ ზომაში მცირე ინფრასტრუქტურა გვაქვს საცხოვრებელი და ახლა ჩაეტიოს ეს ძაღლი და ამასობაში ძაღლი რაღაც ჩემი სუბიექტური შეფასება რომ თავის როლსა და ფუნქციას კარგავს ხო ძაღლი რომელიც შენი დასაცავია და შეიძლება შემთხვევით ფეხი დააბიჯო ცოტა სხვა ახლა ისე მიყურებს ჩვენი თეკლა რომელიც ისიანებიურებს თავის ძაღლს რომ მეუბნები რომ ზედმეტია და არ შეიძლება მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა და აი ამ მოცემულობაში როდესაც აი ესეთი რეალობა გაგვაჩნია ჩვენ ვაწდებით სრულიად სხვა პრობლემას რომ ერთია რომ ჯიშებს ვირგებთ ადაპტაციას ვახდენთ იმ გარემოსთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მეორეა რომ რაღაცა პერიოდის მერე ისევ ეგოიზმიდან გამომდინარე აი უკვე ის არ არის რასაც ჩვენ მისგან მოველოდით იმას არ ვღებულობ და მოვიშორე და გარეთ გავაგდე და ჩემს თვალს მოვაშორე გასაგებია რომ ეს პრობლემა არსებობს და სამწუხაროდ ალბათ დარჩება ну იმედი მაქვს რომ კანონის ამოქმედების შემდეგ რაღაცა შემცირდება მაგრამ ეს იყო არის და სამწუხაროდ ალბათ იქნება მე მიყვავს კითხვა საით ორივესთან გისვამთ სოფლიო პრაქტიკის გამოცდილება როგორია იმისა რომ თქვათ ცნობიერების ამაღლება იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები აი ასეთი პრობლემა იყოს მინიმალიზმამდე დაყვანილი ეს მე ვფიქრობ ზოგადად ადამიანის შეგნების დონეზე არის დამოკიდებული პირველ რიგში. თორე კანონი რაც არ უნდა გაამკაცროთ თუ ერთხელ აქ იგივე ქმედება ჩადენილი ადამიანს და ქუჩაში ყავს თუნდაც ეს თავისი 6 წელი ნაზარდი ძაღლი გამოგდებული იგივეს გააკეთებს რაც არ უნდა სიმკაცრე დააწესოთ. ეგ თვითონ ადამიანმა თუ არ შეიგნო ეს არ არის ის რასაც უნდა აკეთებდეს მაგას სამწუხაროდ ვერც ჩვენ ვერ უშველით და ვერც კანონის გამკაცრება. რაც შეეხება მეც დავამატებ ქალბატონი ვალის ნათქვამს რომ ამისთვის რომ არ მოხდეს პატრონიანი ძაღლების ქუჩაში გაშვება აუცილებელი არის რასაც ახლა ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ და აქტიურად ეს არის ცხოველების რეგისტრაცია იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს ყველა პატრონიანი ცხოველის რეგისტრირება რათა ვიცოდეთ რომელი ძაღლი შემდეგ უკვე იგივე გაშვებასაც მოერიდებიან რა თქმა უნდა მოერიდებიან გაშვებას იმიტომ რომ ამაზე არის შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ეხლაც მიმდინარეთ რაც გვაქვს ჩვენ დაკისრებული ვაკისრებთ თუ არის ცხოველი დაჩიპული იდენტიფიცირებული ასე ვთქვათ ჩიპის საშუალებით და ეს ცხოველი მოხვდა ჩვენთან თავისაფარში მის პატრონს ეკისრება შესაბამისი სამართლებრივი ადმინისტრაციული სასჯელი, ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ ყველა ცხოველი იყოს
იდენტიფიცირებული და აღწერილი და ჩვენს სარეგისტრაციო ბაზაში იყოს რეგისტრირებული. ამისთვის სააგენტო ახორციელებს ძალიან ბევრ აქციებს აკეთებს რეგისტრაციასთან, რომ იყოს ბევრად გამარტივებული ხდება მისამართებზე, შესაბამის ლოკაციებზე ხდება აქციების ჩატარება, რომ მოიყვანონ შესაბამის პატრონებმა და მოხდეს ამ ცხოველების რეგისტრაცია და ასე შემდეგ. ნუ აი ერთადერთი არის მხოლოდ და მხოლოდ ეს, რომ ყველა პატრონიანი ძაღლი იყოს აღწერილი და შესაბამისად ხდებოდეს პერმანენტულად ამ ცხოველების კონტროლი, თუნდაც გამოსეირნების დროსაც ხდება, ეხლაც ვახორციელებთ და დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობები, როდესაც ცხოველის გამოსეირნების დროს მოხდება შემოწმება ამ ცხოველის, არის თუ არა სკანერის მეშვეობით რეგისტრირებული და თუ არა ყავს რეგისტრირებული, ექვემდებარება მოვლა-პატრონობის წესის მიხედვით შესაბამის ჯარიმას. თუ მოშორებას ცდილობს, სიტყვის საერთოდ ჩემი არ არის და არა, ამ შემთხვევაში მფლობელი ჯარიმდება. თუ არ ყავს რეგისტრირებული გამოყვანილი ძაღლი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული, არ აქვს ნიშნობა. თუ რეგისტრირებული არ არის და თან გეგმაში აქვს რომ მოიშოროს ეს ძაღლი, საერთოდ იტყვის რომ ჩემი არის. ხო, ნუ კი. ამიტომ არის აუცილებელი რომ მოვახდინოთ ყველა ცხოველის აღწერა, ასე ვთქვათ და რეგისტრაცია. ერთი ეს მომენტია და იმედი მაქვს რომ და ცნობიერების ამაღლება, რა თქმა უნდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს რომ ამ ხრივ რაღაცა გარღვევა გვექნება და შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ამასობაში პარალელურად მეორეა ვიღაცას ყავს და მოვლის წესები და თუ მოვლის კულტურა ძაღლისა აქვს ძალიან დაბალ დონეზე. აი ეთერში შემოსვლამდე საუბრობდით, მე მაგ ხშირი ასეთი ხშირად ხდები ასეთ რამეს, როდესაც გამოყავ ძაღლი გასასეირნებლად, ის ძაღლი მეცოდირება ხოლმე, არის ასეთ შემთხვევები იმდენად მოსტუმრებითად გამოყავს, რომ დროზე მორჩეს ეს და ის ძაღლი რო შემსუბუქდება, იმას იკტოვებენ ან განავალს და არც იღებენ და აი მე არის ხოლმე მეზობლებს შორის ჯგუფი და ეს არ შველის მე რო ნახეს რამდენიმე რო ერთი კორპუსის მახლობლად იქ რაღაც პატარა ბაღის მსგავსია და ხუთს გამოყვანილი ყავდა მე ყველას იქ მოყავს ანუ არ არის ოფიციალურად ძაღლების გასასეირნებელი მაგრამ რაღაცა ხო ესე ხელოვნურად მოაწყოს. რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ზოგიერთი სამწუხაროდ ისეთია, რომ შენიშნა არ შველის მას და მე ვიცი, რომ ეს დაჯერიმებას ექვემდებარება მოქალაქეებს რა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, თუნდაც თქვენი სამსახურების წარმომადგენელთა ჩართულობაც იყოს და ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. დიახ, ნუ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, რაზეც თქვენი საუბრეთ, რა თქმა უნდა, მესმის ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა, იმიტომ რომ ბიძულდება დედაქალაქი, შესაბამისად, როდესაც გამოყავთ ცხოველები და თვითონ პატრონები არიან ზოგიერთი ისეთ უპასუხისმგებლო, რომელიც არ ახდენს შემდგომში ამ ნარჩენების აღებას და შესაბამისად მის მოთავსებას ურნაში, აქედან გამომდინარე, ეს ექვემდებარება ჯარიმას, ჩვენს მომავალში დაგეგმილი გვაქვს უკვე სააგენტო შესაბამისი ჯგუფები ივლიან სკვერებში, პარკებში, სადაც ძირითადად ხდება გამოსეირნება ამ ცხოველების და დააკვირდებიან მათი პატრონების ქცევებს და თუ ეს დაფიქსირდება ისეთ ხო როგორ ასრულებენ რა თქმა უნდა და კიდევ ძალიან ბევრი აქტივობები გვაქვს იგივე სკოლებშიც ვაკეთებთ შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება ცნობიერების ამაღლების მიზნით რომ როგორ უნდა მოუვარონ ეხლა დედაქალაქის მასშტაბით საკრებულოს დადგენილება არის რომელიც არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ძაღლების კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი არის ესეთი 7-28 დადგენილება სადაც გაწერილი არის ზუსტად პატრონს რავალდებულებები აქვს რა ფუნქციები უნდა შეასრულოს პატრონმა დღეის მდგომარეობით უკვე გვაქვს ეს კანონმდებლობა მაგრამ ნუ მომავალში დაგეგმილია უკვე ქვეყნის მასშტაბით რაც პარლამენტი მიიღებს ახალ კანონმდებლობას და ასე შემდეგ და დღეის მდგომარეობით დედაქალაქში რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ დადგენილებით მოვლა-პატრონობის წესი ამის ახსრულებაც ჩვენი სააგენტოს ზოგადად მუნიციპალიტეტში ცხოველთა მართვის ეს მექანიზმი საკმაოდ მე მგონია რომ ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანია და ერთგვარი საპილოტე პროექტის გავსად გვაქვს მთელი ქვეყნისთვის შემდეგ გრძელვადიან პერიოდში. კი ბატონო, თუ კიდევ ერთ დავამატებდი რომ თუ 2015 წლიდან თქვათ შეიქმნა სააგენტო, ზოგადად 2015 წელს დაარსდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ну მაშინ კეთდებოდა თქვათ წლის განმავლობაში 2000 სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაცია, დღეს უკვე 9000-ზე მეტი ოპერაციები კეთდება. ანუ ერთის რომ კარგია მეც ფარად და მეორეს რომ ცუდია რომ რაოდენობა შემოდინება, რა თქმა უნდა რომ დავეწიოთ რამენაირად ამ იმას რომ ნუ ჩვენი მიზანი ამ ოპერაციებისას და ამ სტერილ პოპულაციის მართვისაც არის რომ ქუჩაში არ იყოს მიუსაფარი ცხოველი.
ხვალინდელი ჩვენი ზუსტად ეს ღონისძიებაც ექვემდებარება იმას, რომ შემეცნებით დონეზე რამენაირად მოსახლეობას მივაწვდინოთ ეს, რომ ქუჩაში არ იყოს მიუსაფარი, არ გამოყარონ ქუჩაში, უკონტროლო გამრავლება უნდა შეწყდეს ცხოველების აუცილებლად, თუ ჯიშიანი ცხოველი არ არის და ჯიშის დამადასტურებელი არ აქვს, ყველა ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია, კასტრაციას, რომ არ მოხდეს მათი გამრავლება. აი ეს კომპლექსური ღონისძიებები განაპირობებს იმას, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე მივახცევთ იმას, რომ დედაქალაქში არ გვეყოლება მიუსაფარი ცხოველები. კი ბატონო. და ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში ქალბატონ დლალი თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აუხსნათ რადიოსმენელებს, სად მდებარეობს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, თქვენ კითხვით 10 საათიდან, მაგრამ რა დრომდე, ვინ შეუძლიათ მოიყვანონ და ცალკე ხომ ძალიან კარგი იდეაა ღია კარის დღე და ხომ არ ფიქრებდით იმაზეც, რომ რაღაცა კვირის დღეები თუნდაც კონკრეტული გქონდეთ იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები ორგანიზებულად მოიყვანონ თქვენთან ღია კარის ფორმატში, რომ მათი ცნობიერების ამაღლება ერთგვარი გარანტიაა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები არ გვექნება. მუნიციპალური თავშესაფარი მდებარეობს ვარკეთილის მეურნეობაში, ეს არის ალექსანდრე თვალჭრელიძის 45-ა. უფრო გამარტივებისთვის რომ აგიხსნათ, ეს არის East Point-ის უკანა მხრიდან ამოსასვლელი სამხედრო ნაწილთან არის მარჯვენა ჩამოსახვევი, იქ არის აბრა, სადაც არის მითითებული მდებარეობა თავშესაფრის კი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს 10 საათიდან 7 საათამდე და მიიღოს ჩვენ ერთ სამუშაო დღეში მონაწილეობა სრული კომპლექტაციით, ასე რომ ვთქვათ. და თუ ინტერესიც იქნება, შეუძლია რომ ცხოველი რომელიც უპატრონოა და ერიქით ამის არსიც ეს არის ამ ღონისძიების, რომ მოვიდნენ მოეფერონ შიდაურ ბინადარ ცხოველებს, არჩიონ, იჩუქონ და დააბინაონ, რომ ყველა ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ყველა ცხოველს ყავდეს პატრონი, რომ მიუსაფარი ძაღლი არ იყოს ქუჩაში. ხვალინდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამისი, რომ ძალიან ბევრმა გამოხატოს იმის სურვილი, რომ ჩვენთან მოვიდეს და იჩუქოს მიუსაფარი ცხოველი. და ალბათ შეიძლება ცალკეულ მეპატრონეებს ძაღლებისაც დავავალოთ, რომ წელიწადში ორჯერ მაინც მოვიდნენ ხოლმე თავშესაფარში და ერთი დღე იმუშავონ იმისთვის, რომ სურვილიც არ გაუჩნდნენ, რომ ასეთ გარემოში შემდეგ აღმოჩნდეს მათი ძაღლი. და კიდევ ეს დავამატებდი, რომ ეს ხვალინდელი ღია კარის დღე ეს არ იქნება ერთჯერადი, ამას მიეცემა სისტემატიური ხასიათი, უბრალოდ ხვალე ეს დაემთხვა ისე რომ არის თქვა ცხოველთა მიუსაფარ ცხოველთა სოფლიო დღე და ამასთან დაკავშირებით ეს ღონისძიებას დავამთხვიეთ. აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორია. რა თქმა უნდა და ამის შეგიძლიათ სტარტად შერაცხოთ 4 აუცილებლად იქნება მომავალში პერმანენტულად დაიგეგმება ასეთი ღია კარის დღეები, სადაც მეტად უფრო გამჭვირვალე იქნება პროცესი ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მოვა დააკვირდება თავშესაფრის საქმიანობას და მეტად უფრო ჩაერთვება მიმდინარე პროცესებში, რაც ხდება ყოველდღიურად. მოკლედ, როგორც წესი, მსგავსი თავშესაფრები რაღაც ღობის იქით, რაღაც ცალკე სამყარო იყო და რასაც რამდენადაც მოახერხებთ, რომ მაქსიმალურად ღია იყოს და გამჭვირვალე და ნებისმიერ შესვლა ეს გახსნილობა ბევრ რამეს ალბათ უზრუნველყოფს და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მადლობა. თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ მიმეორებთ, რომ ჩვენ რადიო ემედის სტუდიაში მასმეძლობით ცხოველთა მონიტორინგის აგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას არაგველს და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორს ლალი ბერძენიშვილს, თქვენ მოვალეობის შემსრულებელი, ხო? მოადგილეს, დირექტორის მოადგილეს. და ჩვენი ამ დიალოგის უმთავრესი მიზეზი არის გასაგებია ფორმალურად 4 აპრილი და მიუსაფარ ცხოველთა დღე, მაგრამ უნიშნულოვანესი არის ის, რომ ზოგადად ჩვენ წინაშე არსებული პრობლემა, რომელიც მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდას გულისხმობს, სამწუხაროდ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, იყო შემცირებული და საერთოდ სხვა კულტურა გამომიმუშავოთ და სხვა განზომილებაში გადავედეთ. იმიტომ რომ მართლაც ეს მიდგომა, ეს სტრატეგია მათი მართვისა არის ბევრად ეფექტიანი და ჰუმანური, ვიდრე 3 ათეული წლის წინ არსებობდა რაღაც ერთგვარი სტანდარტი იყო და ნიშნულოვანია რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის ვინც თუნდაც ყოველფერი პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოდის, ამ ყველაფრის ნახვა და ამ მიდგომის გააზრება, რომ ჩვენთან უკვე სტანდარტია, მათთვის არის ეს. მათთვის ხო, ანუ ჩვენ ბევრი ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ განვითარება, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების კუთხით კიდევ წაგვადგება და ამ ხრივ გარდა იმისა, რომ თქვენ ფიზიკურად უვლით მუნიციპალური თავშესაფარში და
თქვენს გავსად სხვა ტიპის თავშესაფრებებში ეს იქნება კერძო თუ საზოგადოებრივი, ყველა იძლევა იმის მაგალითს ან იმპულსს, რომ მინიმუმ იმ საქმიანობისა, რასაც ფიზიკურად აკეთებენ ძაღლებისთვის, სიგნალს იძლევიან გრძელვადიან პერიოდში, რომ მათთან რაც შეიძლება ნაკლები უნდა მოხდეს მოსავლელად შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებთან დიალოგი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე, რადიო იმედის დღის არხის ფორმატში, მე მოგვიანებით ჩამოგიერთებით 15 წუთში წინ გავუდებათ მორიგის საინფორმაციო გამოშვება. მადლობა დროებით.